ქორწილი ესემზაარს, ხოლო ჩინებულნი იგი არ აღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიც აღპოვოთ მოუწოდეთ ქორწილსა ამას. მაცხოვრის მიერ მოთხრობილი იგავი, რომელსაც მათ ეს სახარება მოგვითხრობს, გვასწავლის, რომ თუ კი ღვთის მოწოდებას ყურად არ ვიღებთ, მაშინ ცათასას უფევლის დამკვიდრებას ვერასოდეს შევძლებთ. 18 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-14 კვირას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის დანიელის თანამსახურებით საკვირაო ლიტურგია აღასრულა ყოვლა წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს, დალოცა გვარები და ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. მე არაერთხელ მითხრობს თქვენთვის, რომ ყველაზე დიდი საიდუმლო, ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი. ადამიანი ეძებს სასწაულს, ეძებს სხვაგან, მაგრამ ვერ ხედავს ამ სასწაულს თავის თავში. ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში და დავინახავთ უფალს. ჩვენი გული არის ტაძარი სულისა წმინდისა. დიდი მეცნიერი და ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება, დიდი და პატარა. დიდი ეს არის გული და პატარა არის ჩვენი გონება, ჩვენი ტვინი. ერთხელ ერთი დიდი თანამდებობის მეთაური კომუნისტი მეთაური ეკითხება პავლოვს, პავლოვი თქვენ მოგეხსენებათ, მღვდლის შვილი იყო. ეკითხება, რომ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით, თუ თქვენ ხართ მორწმუნე ადამიანი. და პავლოვმა უპასუხა, როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა შეიძლება წმინდანი გახდეო. ეს მე ყველაფერი მიამბო მოწაფე პავლოვის, რომელიც ჩამოვიდა ჩემი აფხაზეთში ყოფნის დროს. ეს იქნება 50 წელი. აი ამიტომ პირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულში. ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გულის ისპეტაკეს დავით წინასწარმეტყველი მეფე ისრაელისა.
გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმეახილეთ ბავსა ჩემს. დავით მეფე წინასწარმეტყველი იშვიათი მეფეა, იშვიათი ფსიქოლოგია და ხედავდა ადამიანის გულს. მაინც რა ურთიერთ დამოკიდებულება არის ღმერთსა და ადამიანს. ღმერთი მოდის ჩვენსკენ და ჩვენ უნდა მივიდეთ უფალთან. ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. ჩვენ არ უნდა ავსცდეთ ერთმანეთს. აი ასეთი პატარა საგალობელი დაიწერა. დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. არის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანს აღარ შეუძლია გააგრძელოს თავისი გზა და ეცემა ტალახში, ეცემა ცოდვებში. და ეს დაცემული ადამიანი ეუბნება უფალს. დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ესე იგი მე აღარა მაქვს ძალა რომ მოვიდე შენთან, არამედ შენ მოდი ჩემთან. ერთ-ერთი გზა, ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც მიხავს ადამიანი უფალთან, ეს არის მოწყალება. უფალი ამბობს, ეტარიყვნენ მოწყალები, რამე თუ იგინი შეიწყალეს. ღმერთი შეიწყალებს იმად. მე მინდა გითხრათ, რომ მრავალი დაჭირებული ადამიანი არის და ელოდება ჩვენს დახმარებას. და ხშირი შემთხვევა, როცა ჩვენ გავივლით და ვერც ვხედავთ დაჭირებულ ადამიანს. აი სულ რამდენიმე დღის წინ დარიანის ხეობაში გაიხსნა წმინდა მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი და მონასტერი. ეს არის საოცრება. ეს იყო დღესასწაული კი არა. ეს იყო სასწაული. ბევრი ხალხი, ორწმუნე ხალხი და ადრე მე გავაფრთხილე, რომ ჩამოეტანა შესაწირავი და ჩამოიტანეს მონასტრისთვის და გაჭირვებული ხალხისთვის 300 ტომარა ფხვინი. წარმოიდგინეთ, 300 ტომარა ფხვინი, ტონა და 200 ლიტრა ზეთი და 600 ლიტრა ღვინო. ეს ყველაფერი ჩამოუტანეს ახლად გახსნილ მონასტერს, რომელიც დაურიგებს გაჭირებულებს. აი ასეთია ქართველი ადამიანი. ქართველი ადამიანი თვითონ მოიკლებს და სხვას მისცემს. ჩვენ ასევე გავგზავნეთ
რამდენიმე რაიონს, ზემოსვანეთს, ქვემოსვანეთს, ლენტერს და შავხევსურეთს გავგზავნეთ ასასი ტომარა ფილი და ამან ძალიან დაეხმარა მათ. ზოგს ნამდვილად უჭირს, განსაკუთრებით უჭირს თიან მთაში მაცხოვრებლებს და ჩვენ გვინდა კიდევ დავეხმაროთ თიანეთს. აი ამიტომ როცა გექნება თქვენ საშუალება, როცა გაქვთ საშუალება, როცა მოდიხართ ეკლესიაში, შეგიძლიათ მოიტანოთ ქვილი, ზეთი და ღვინო და ეს ყველაფერი დაურიგდება გაჭირებულ ხალხს. მოწყალება ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. მე მithქვავს, მაგრამ მე მინდა გავიმეორო. იყო ერთი მორწმუნე ქალბატონი, რომელიც ეხვეწებოდა ღმერთს, რომ მოდი და მითხარი, როგორ მოიდეს სასუფეველში და მოესმა ხმა, რომ მოემზადეო, მე მოვალ შენთან და მთელი ავეჯი გამოიტანა ეზოში და ალაგებდა, ასუფთავებდა თავის სახლს და აი ამ დროს მასთან მივიდა გაჭირვებული ადამიანი და სთხოვდა დახმარებას და ამ ქალმა, ამ ადამიანმა უარით გაისწორა, იმიტომ რომ მე არ მცადიან ახლა მე მემზადები უფლის მოსვლისათვის და ასევე გაჭირვებული ბავშვი შეხვდა მას ქუჩაში. იმასაც არ მიაქცია ყურადღება და ასევე მესამე ყველაფერი დაალაგა, ელოდება უფალს, მაგრამ უფალი არ მოდის და დაიწყო ტირილი და ლოცვა. უფალო, შენ ხომ შემპირდი, რომ მოხვალ ჩემთან და მოესმა მას ხმა, მე სამჯერ მოვედი შენთან და სამივეჯერ შენ უარი მითხარიო. აი ამ გაჭირვებულის სახით ჩვენთან მოდის უფალი. ღმერთმა მოგცეს გული გონიერი ხედვა, რომ ჩვენ დავინახოთ აი ეს მოყვასის გაჭირვება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და გული გონიერი. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის შემდეგი გვარების დალოცვა. კაკულიები, ურუშაძეები, ბაბუნაშვილები, გურაშვილები, ვარამიძეები, ბაჩიაშვილები და დღესვე ილოცება ფეხბურთელთა ნაკრები.
ახალგაზრდები ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგამრავლოთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი შვილები სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ასევე შეგახსენებთ თქვენ, რომ ოთხშაბათს არის დიდი დღესასწაული, შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლობა ოთხშაბათს, სამშაბათს საღამოს ლოცვა იქნება სიონში და ოთხშაბათს დიდუბეში. ასევე შეგახსენებთ, რომ შაბათს არის ხსწადიში დაცემული წმინდა ჯარისკაცების. აი ამიტომ 11 საათზე შესრულდება პარაკლისი ხსწადიში. დალოცვილი და გახარებული იყავით ჩვენთან არსებეთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ქადაგება წარმოთქვა არქიმანდრიტმა ვახტანგ ლიპარტელიანმა. ორიოდე სიტყვით მინდა დაგელაპარაკოთ იმ ჩვენ თანამიმდევრების მდგომარეობაზე, რომლებიც დროებით არ ცხოვრობენ საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. მინდა გითხრათ ჩემო კარგებო, რომ ხედვა არის ორი. ერთი ხედვა ჩვენი, რომელიც ხედავთ ჩვენ ამ თანამიმამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, თუ როგორ კეთილდღეობაში არიან, როგორი დაწყნარებული ცხოვრება აქვთ და მეორე არის ის, ვინც ჩახედულია და შიგნიდან ხედავს მათ ცხოვრებას. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ აქედან ვხედავთ. მათი მდგომარეობა ძიმეა, რთულია, განსაცდელებით არის ახსავსე. ღვთისწყალობით მისი უწმინდესობის კურთხევით მრავალ ქვეყანაში გაიხსნა მართლმადიდებლური ეკლესია ქართული. ნუგეშად ჩვენი თანამიმდევრების, რომლებიც იქ მოღვაწეობენ. არა უმეტეს ორი დღისა მე დავბრუნდი უწმინდესის კურთხევით საქართველოს რეგიონებიდან, სადაც 400 გაჭირვებულ ოჯახს დაურიგდა საკვები პროდუქტი. და მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ხალხის უმეტესობის თვალებში, როდესაც იღებდნენ ამ დახმარებას, სიცოცხლე ჩქებდა. ამ ხალხის თვალებში სიხარული იყო. იმის და მიუხედავად თუ მაინც როგორი გაჭირვებაში იყვნენ, ცოცხლები იყვნენ ესენი. რასაც ვერ ვიტყვით ბევრ იმ ხალხზე, რომელიც თითქოს და კეთილდღეობაში არიან და გული გაქვავებული აქვთ. მე უკვე მიახლოებით 2 წელი ხდება, რაც მსახურობ მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მეტნაკლებად ვიცნობ ჩვენი ქართველების ცხოვრება საზღვარგარეთ. უმეტესობა მათგანი ძალიან შეჭირვებული არის. ძიმე შრომაში და ღამის თენებაშია. ისეთი მაცდური მდგომარეობა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ცრუ იმედი ხვალინდელი დღის, რომელიც ეძლევა ადამიანს სამშობლოდან მოწყვეტის შემდეგ, რომ თუ დღეს არ გამოდის არაფერი, გამოვა ხვალ ან ზეგ, ერთი მხრივ არის სასოება უფლისა, მეორე მხრივ არის ცრუ იმედები. ამ დიდ ქალაქებს და მეგაპოლისებს ეს ახასიათებთ. უმეტესობა და ბევრი ჩვენი მეგობარი, დები და ძმები ესეთ მდგომარეობაში არიან. თითქმის არ აქვს შექმნილი არაფერი ფასეული და გასულია უკვე 10 წლეულები და იქ არიან. ღვთისწყალობით ბევრმა დაიწყო დაბრუნება საქართველოში. იმიტომ რომ უკვე თვითონ იწვნიეს ეს მძიმე მდგომარეობა
რასაც ქვია სამშობლოდან მოწყვეტა. ის მადლი, რასაც გვაძლევს ჩვენი მიწა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი მეგობრები და მშობლები, რომელთანაც ერთად ვართ აქ. მინდა გითხრათ, შემოკარგებო, რომ ეს უდიდესი განძია და გაუფრთხილდეთ ამას. ჩავებღაუჭოთ ორივე ხელით ამას და არსად არ გაუშვათ. ეს განსაცდელები, რომელიც აქ არის, მერწმუნეთ, უფრო ტკბილია, ვიდრე ის განსაცდელები, რომელიც საზღვარგარეთ არის. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც იტანჯებიან, ჩვენ გვაქვს ესეთი მაგალითი, ათობით ბრუნდება უკვე საქართველოში. და უკვე აქ ჩამოსულები ისეთი მადლიერების გზნობით არიან, რომ ენით აღუწერელია ეს მათი მდგომარეობა. კარგია თუ ადამიანი ლოცა კურთხევას ასრულებს, რამე თუ ჩვენმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ყველა აკურთხა, რომ დაბრუნდეს საქართველოში. ბევრი ბრუნდება კურთხევით და ბევრი ბრუნდება უკვე იმ მაგალითის შედეგაც, რომელიც თავის თავზეა გადატანილი. ეს მაგალითი ზოგისთვის ძალიან ტრაგიკული არის და მძიმე. მაგრამ ნუგეშად მინდა უთხრა ჩვენ ძმებს და დებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან თუ ყოველივე რაც ჩვენ თავზე ხდება ეს ან უფლის ნება, ან წყალობა, ან დაშვება. და თუ ეს ესი არის, მაშინ სასოებაც უნდა გქონდეს მუდმივი. არ უნდა გქონდეს სასო წარკვეთილება იმისი თუ რა მოხდება ხვალ. მივენდოთ ყოველივე უფალს და ყოველივე დაგვილაგდება, ხელის გულზე გვატარებს ყოველივეს. მინდა დაგვეცოთ ღმერთმა შემოკარგებო და დღევანდელი წმინდანები გფარავდეთ და წინამძღვრები იყვნენ თქვენი დარჩენილი ცხოვრების. მინდა გთხოვოთ აგრეთვე რომ ყველამ ვილოცოთ იმ ადამიანებისთვის, რომელიც სამშობლოში დღეს არ არიან. რაითა გაძლიერდნენ ისინი და ერთობით ვადიდებდეთ ყოველივე მამასა და ძესა და წმინდა სესულსა. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.